მოგესალმებით თქვენი მეგობარი ჭკუაძე ცოტა რომ ვერ არის ერთი კარგი ადამიანის მიერ კიდევ ჩაწერო მითხრა და შემოთავაზებულს შევეცდები აბა ნახოთ რა გამოვა ეს არის რას მე მაინც შორიდან მინდა შემოვიარო და კონკრეტულად მე ამ პოლიტიკურ ვითარებაზე როგორც ჩანს ვარაუდები ჩემი დაახლოებით ესე იყო თუნდაც დარწმუნებული არ ვიყავი რომ ამ ერთგვარი ნაცარში კოზის შავარდნის შემდეგ 4 ოქტომბრის მერე მოყვებოდა რამდენიმე პარტიის გაუქმება თუ არა ძალიან წახდენა მაინც რა და როგორ ჩანს ესე არ მოხდება როგორ ჩანს ამ ბინარულობის შენარჩუნება უნდა ბიძინას რომ ერთხრივ იყოს ეს გამოლაყებული ოპოზიცია მე არ ვიცახი თითოეულ პიროვნებაზე რომ ადრეც თქვი და რომ აი ჯგუფი რომ რაღაცას რო წარმოადგენს ხოლმე ის არ არის პირდაპირი ჯამი მასში შემავალი პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების შეიძლება უფრო მეტად ეფექტური იყოს ვიდრე თითოეული ცალსაკე და მე შეჯამებული ან შეიძლება საერთოდ უბედურობა იყოს ეს ძალიან მარტივად ხდება რა ეს მე თვითონ ჰიდრო კაშხლების შენებლობა დამთავრებული და იქ არის იყო შემთხვევა რომ აი ამბობდნენ მაშინ იყო პოპულარული ძალიან რომ კაშხლები და დიდი კაშხლები ეს არის ის რომ ბომბა მოხდება და დაიტყორება საქართველოს რაც უკრაინის შემთხვევაში აცლური გამართლა ხო რუსებმა გააკეთეს ეს დნეპრზე მაგრამ რუსებს ნამდვილად არ დაჭირდებოდათ ეს ჩვენთვის ჩვენზე გაცლებით უფრო ადვილი მოსარები ვართ დრეკ თან ამაში ჩაითრევა თურქეთი ხო და იყო ესეთი მაშინ ერთი პროპაგანდა გამსახურდიასი კაშხლებს იმიტომ გვიშენებენ მაშინ ხუდონგესზე იყო რაღაცა რომ და აი ეს რამე ბომბას დაარტყავენ აფეთქეთი ბომბით იმას ვერ აფეთქებენ რაღაც ატომური სიძლიერის ბომბა უნდა ბოლო შენ დაწრიტავენ წყალს რა თუ ომის საშიშროება გაუშვებ და ერთ დღეში დაიწლება ზოგ დღეში მაგის საშიშროება არ გექნება და მოულოდნელად კიდე არ დაგარტყავს მასე იმიტომ ჯერ მანამდე დიდი პარტიზანული ომი უნდა გაუწიო წინააღმდეგობა ეგ ერთი და მეორე იყო რომ პატარა კაშხლები ავეშენოთ და იქ იყო ეს მარტივი გამოთვლით ხდებოდა რომ მაგალითად 10 პატარა კაშხალი და ერთი დიდი ამათი სტოლა ხო რაღაცი ლამის ორჯერ უფრო მეტად მომგებიანი ეს ერთი დიდი ვიდრე ეს 10 პატარა და საერთოდ ხო და უფრო ადვილია ასაშენებელიც არის, უფრო მძლავრიც არის და ექსპლუატაციაც უფრო იაფიჭდება და უფრო ფლექსიბილიც არის. ხო, ეხლა ეს რასაც იყო ყურად რო დავკარგი ამაზე, მაგრამ ესე არის საერთოდ რომ ეს საერთოდ ესე ვლინდება ხოლმე რომ პირდაპირ ჯამი არ არის, ამისი ხოლმე რა. ხო, აი რომ თითოეული ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები რომ დააჯამო, აიღეთ თუნდაც მაგარი ბიოლოგი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფეხბურთელი, ბალეტმეისტერი და რა ვიცი მე რა და შეგრიბეთ ერთად და მოადუღებინეთ პელამუში რა. კარგი გამოვა უცილებლად. ინტელექტუალური შესაძლებლობებზე არ არის. პროფესიონალიზმზე ალაპარაკი და ჯგუფში მუშაობის პროფესიონალიზმზე და ასე შემდეგ. მოგეთ მე აიხა იმისათვის ისე თქვაც მინდა საბოლოო ჯამში რაც გვაკლია მე მგონი ჩვენ კი არა ნებისმიერ საზოგადოებას რომელიც უნდა მიზანია და განსაკუთრებით ეს საშიშია ტოტალიტარისტულ და პოსტტოტალიტარისტულ ქვეყნებისათვის. ეს არის დიანა გასპარიანის ფილოსოფოსია მოსკოველი
მისი კვლევა არენდტისა ძალიან ძნელი სათქმელია არენდტისა და ლაპარაკზე შეიძლება არდენტი თქვა ხოლმე და ფოლვადულად გამოდის ხოლმე ჰანა არენდტი და მამარდაშვილი ხო ჰანა არენდტი ეს ითვლება ერთ-ერთ ძალიან გავლენიან ფილოსოფოს კალად იყო პირდაპირ გააგებით სტუდენტი იყო ჰაიდეგერის და პირდაპირ გააგებით მისი საყვარელი იყო ებრაელი იყო და როდესაც ჰაიდეგერი ნაცებს მიემხრო მათთან სამსახურში ერთი წლით თუ რაღაც დადგა სამსახურში ნაცებისა და მათი იდეოლოგიას ერთგვარად მიემხრო და შემდეგ არასდროს არ უარყვია ეს მიმხრობა და ესე იგი არ უთქვამს რომ შეეშალა მაშინ ებრაელების შევიწროებაზეც მოაწერა ხელი და თავის ესე იგი საყვარელზეც რა მაგრამ მე შეერიგდნენ მაინც ისინი შეურიგდნენ ერთმანეთს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ და შემდეგ ებრაელი იყო დევნილობაში იყო თორსები დაჭერილი იყო მისი ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ პრობლემა და შემდეგ მან როდესაც დაიწყო ესე იგი უკვე დევნა ყოფილ ნაცებზე ებრაელების მხრიდან და იტაცებდნენ სასამართლოს უმართავდნენ რიგი არენდი ძალიან აკვირდებოდა ამ სასამართლოს და იქ გამოიკვლია ერთი პიროვნება რომელიც იყო ესე იგი ჩვეულებრივი გერმანელი ჩინოვნიკი ჩვეულებრივი მოქალაქე კარგი მეოჯახე კარგი მეზობელი კარგი ალბათ ნათესავი კარგი ჩვეულებრივი საშუალო გერმანელი რომელიც მუშაობდა სწორედ აი ამ რაღაცად მუშაობდა აღარ მახსოვს ეს ყველა დეტალი მუშაობდა ყოველ შემთხვევაში აი ამ კონცლაგერში რაღაცად რა გასაკუთრებით დიდი თანამდებობა ჰქონდა და დაიჭირეს ეს ადამიანი და ასამართლებდნენ და არ იყო ეს ადამიანი არც უჭკუ არც მანდამაინც ნაცი იყო ესეთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ანა ანდერს აინტერესებდა როგორ მოხდა რომ აი ეს ადამიანი აი ეს ჩვეულებრივი საშუალო დონის საშუალო ფენის განათლებული საკმაოდ უნარიანი პროფესიონალი კარგი მეოჯახე კარგი მეტრადიციონალისტი გადაიქცა ესეთ ურჩხულად და ურჩხულის გადაიქცა რეალურად და ყოველწლიურად ურჩხულის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ურჩხულად თუ ჩავთვლით მაშინდელ რეიხს და და შემდეგ ის არენდტი ფიქრობდა ცოტა ტოტალიტარიზმზე და ტოტალიტარიზმის შემდეგ ეს ტოტალიტარიზმი მთავარი რა არის ტოტალიტარიზმის მთავარი თუ ისევ არის რომ ის ადამიანებზე კი მოქმედებს ზემოდან მაგრამ ტოტალიტარიზმი არის ისეთი მოვლენა რომელიც ადამიანების სულში და გონებაში შიგნიდან აღწევს და ადამიანები იწყებენ ისე მანიპულირებად ხდებიან და ადამიანები შიგნიდან იწყებენ ისე ფიქრს და შიგნიდან იწყებენ ისეთ ქმედებებს აკეთებენ რომელსაც მათ თავიანთ ქმედებად მიაჩნიეს საკუთარი ნებით აკეთებენ ამას ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანებით რა ძალდატანება რაღაც შეიძლება ისე მაგრამ არაპროპორციული და რაღაცა ექვემდებარება აი ტოტალიტარიზმის მთელი საშინელება ისე რაც რუსეთშია დღეს რომ რუსეთის 95% პირდაპირ ემხრობა აი ბუჩას და ესე რაღაცებს რა და არანაირად ეს ახსოვს რა ესე 2019-ში მე 2021-ში გამოქვეყნდა 2000-ში გამოქვეყნდა რუსული სიჩუმე რა ესე იგი ორენაზე მაქვს დაახლოებით 15 გვერდიანი სტატიებია და ერთია ქართულად და მეორე ინგლისურად და ინგლისური რაღაცნაირად იმეორებს ქართულს მაგრამ შეავსებს იმიტომ რომ შესაძ ამაზე მუშაობდი ერთ ინგლისურად ესე ქართულად გამოკეთებდა მე ინგლისური მისი თარგმანი
მასალები მოგროვდა და სათქმელი იმდენი დამიგროვდა, რომ 10 გვერდში 15 გვერდში ვერ ვეტეოდი, 10 გვერდი იყო თუ არ ვცდები, 10 გვერდში ვერ ვეტეოდი, 11 გვერდში ვერ ვეტეოდი და ამიტომ ქართულში რაც შევიტანე, იმის ნაწილი გადავიტანე მხოლოდ ინგლისურში და ინგლისურს თავისი დავამატე, კიდე დავამატე და აი ამით რაღაცნაირად ამოწურე ის მასალა, რომელიც მოგროვებული მქონდა. იქ ლაპარაკობდი რუსულ სიჩუმეზე, რომ რა არის ხა ეს რუსული სიჩუმე, ეს არის რომ რუსები ძალმომერობას, სახელმწიფო ძალმომერობას, მეფის თუ სახელმწიფო სტრუქტურების თუ რაც იქნება რა, ძალმომრეობაზე უთხრობენ. Iar думан безмолвствуют, ესეთი არის პუშკინს, безмолвствуют. მოლვა ეს ლოცვასაც ნიშნავს, მაგრამ პირველი მნიშვნელობა ლაპარაკის რა. მალვა არის რუსულად დღესაც. არის რუსეთში ესეთი რუსული სიტყვა არის მალვა, ესე იგი რაღაც სიტყვა რაღაც ჭორივითაც არის რა, ესე იგი რაღაც ამბავი გავცევდა რა მალვა პარსო. ხო და ეს მე თუ არ წები სლავურ ენებში პირდაპირ ლაპარაკის მნიშვნელობაც აქვს დანარჩენ სლავურებში. ხო და ესე იგი безмолвствуют იქნებოდა, ნუ ქართულად იქნება უთხრობენ. არ უბნობენ, ასე ვთქვათ, უთხრობენ. არ საუბრობენაც კი შეიძლება თუ უბრობას დავარქმევთ ლაპარაკს, მაგრამ უბრობა უფრო ნიშნავს უბრად არიანო, ესე იგი ერთმანეთს არ ლაპარაკობ, ბრა რა არის არ ვიცი. ხო, ბრა ის არ არის რა ქვია, ლიფი. ხო და ნუ საუბარი. ხო, საუბარი, საუბრო. არ ვიცი რა ის ეტიმოლოგია, მაგრამ ნუ არის უთხრობა, ესე იგი სიტყვა არა აქვს თუ რა არის სიტყვა რა არის, ხა სტატიის საკითხისას თქვენთან ერთად ვიტყვი ამას რა. ალბათ რა ვიცი, ნახოთ როგორ განვითარდება ჩილ ლაპარაკი. ხო და აქ არის და ერთი რუსი მოწაიკითხეს ინგლისური და ძალიან წარედ გამაკრიტიკა რა სოციოლოგმა, წერო რა გამიშო. ხო, ნუ ჩემი ქვეტექსტი რა იყო, იქ იყო ისიქაზმი რა, ისე ყუდროებას ნიშნავს ეს ლოცვითი პრაქტიკა, იესოს ლოცვა რომ უბრალოდ იესო ქრისტეს ღვთისმშობლის შემიწყალე მიცოდე. იქ დახრები რაღაცა გულში ცქერები და ნუ ამას პოლიტიკური ისიქასსა და ამას შორის ვავლებდი ერთგვარ პარალელს რა და ვამბობდი რომ ეს აქედან ნაწილობრივ აი ამ ისიქასტური მოდელიდანაც გამომდის. ეს არის ჩემი იდეა, ეს იდეა მამარდაშვილისაც არის და ნუ კიდე სხვა მკვლევარებისაც. მოვიყვანე სხვა მკვლევარების იდეა და იმ კაცმა უთხრა ეს აბსურდია, მე ვუთხარ რუსების მახასიათებელი თვისება ეს უთხრობა რა, ბოროტების დროს ისინი საერთოდ არ ლაპარაკობენ, ესე საერთოდ ვერ ხვდები, თითქოს არ ხდება ეს. აი არ უთხრობა ნიშნავს ასევე ულაპარაკობას კი არა, უგუნურობას ნიშნავს რა, ეს სიტყვა თუ ავიღებთ სიტყვას უკვე ქართულად იმაში და безмолвие, ესე იგი უმეტყველები არიან რა, ვერ მეტყველებენ. აი ხა გირჩი რო ლაპარაკოთ, აი სწორედ და პარლამენტი სწორედ ლაპარაკს ნიშნავს, სალაპარაკო ადგილს. ლაპარაკით რო გადაწყდეს რაღაცა პრობლემები, რომელი პრობლემებიც ვერ წყდება, რომ არ გამოვიდეს ქუჩაში და ერთმანეთს მე თავში ურთხა და არ ხოცოთ და ხოცოთ ხო? იმიტომ შეიქმნა ევროპარლამენტის და ასე შემდეგ, ონიც გაეროც რომ იქ ვილაპარაკოთ და ეს ფორმალური ლაპარაკებიც კი არა, цаრელდებაში გამოდენ და ლაპარაკობენ. მაინც რომ მოდი ვილაპარაკოთ, უნდა წმინდა სიმბოლურად იქცა მართალია, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ, ერთმანეთს ვილაპარაკოთ, რომ ავარიდოთ ომს რა. და ბრძოლას და ქუჩაში მშვიდობიან დამხობებს. და ვილაპარაკოთ, მაგრამ არ ვილაპარაკოთ, ხო, აი ახლოთ ესეთ აი რა მაგას კი არხიზირება რა, ასე იგი როდესაც რაღაცა დიდი გაქვს კანალიზირება ქვია მაგას channel ინგლისურად ამბობენ და ხო ნუ ვერ იტყვი მაგას ქართულად კანალიზაცია უკვე დაკვებული სიტყვა. ესე იგი როდესაც რაღაცა ცუდ ემოციებს გაათან რა, ამას ქვია კათარზისიც კიდე თვალსაზრისით
ეს არის ბერძნული თეატრის თეორია არისტოტელეს მიერ დაწერილი კათარზისი სისხლის გამოშვებასთანაც იგივე რომ სისხლს გამოუშვებ, რომ იმ სისხლმა გამოიტანოს სიცხე, ასე ვთქვათ. მაშინაც გაგება იყო რა, რაღაცა ცუდი რაღაცებსგან გაწმინდოს სხეული. და ეს მედიცინურად და მე ეს უკვე გადადის უკვე ფსიქოლოგიური შენი ემოციური დატვირთულობა და თუნდაც დაუნლაგებლობა, აი ზედმეტი ემოციურობა რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ შენ წმინდა და სუფთა გონებით იფიქრო, აი ამ ემოციების ჩამიგიზება უნდა მოხდეს და შემდეგ შეგიძლია სუფთა გონებით იფიქრო. და ასეთი ადგილი მაგალითად აქვს, თუნდაც თეატრებს, თეატრში მეცნიერება, თუნდაც სპორტს, როდესაც სტადიონზე მიდიხარ და ამ ენერგიებს, ამ ფეხბურთში დემეჩი გამოყრო, ერთმანეთს მაგრამ ჰოლანდია, რომელსაც გერმანელები ხელდი არ უყვართ, ფაშიზმის გამო, გერმანია ჰოლანდიას რო ეთამაშება, იქ ეს ემოციები გადის და შემდეგ ომი ნაკლებად ხდება. თუმცა გერმანია მაგერ მესამე მსოფლიო ომი დააფინანსა მერკელმა და ასე შემდეგ. მაშინ დავიწყოთ. ესეთი კი რაღაცა არის, ეს კი რაზეა სტატია. ეს არის რაღაცა ზე ბუნებრივი ერთობა, ორივე ამაზე ლაპარაკობს. სოლიდარული ერთობა ადამიანებისა და ამავე დროს აი ამ სოლიდარობის წიაღში, ერთობაში და სოლიდარობის წიაღში განუწყვეტელი უწყვეტი აზროვნება, აი ეს არის ერთადერთი საშუალება ეთიკური აზროვნების. მესმით? ქართველმა ეს ხელიდან გაუშვით ბარემ ვიტყვი, როდესაც 60 კაცი თუ 65 კაცი პარლამენტში მიუხედავად გაყალბებისა მაინც მოხვდნენ, თბილისი მოიგეს, მეტი ხმები მიიღეს და შევიდნენ რო შესულიყვნენ პარლამენტში და მათი ნამდვილად პარლამენტურად ემუშავათ, აი კანონებზე მე აი ესო ჩამოყალიბდა ეს რაღაც თულუკიანის კომიტეტი იქნება ეს თუ მე რაღაც კანონები რომ მიიღეს ამ კაცრებენ იმას რო იჭერენ, ამას რო იჭერენ უკვე იმ კანონებზე დაფუძნებით, ეს ვერაფერი ვერ მოხდებოდა, რო ისინი შესულიყვნენ პარლამენტში სულ და ეთქვა და ეს გაყალბდა. იმ გაყალბებაზე ძალიან მარტივი საკითხი დგას, აი გაყალბდა და ეს არალეგიტიმური არის, მაგრამ როდესაც იმავე გიჩმა შესთავაზა რომ თუ ასე გვინდა, მოდი იურიდიულად ველაპარაკოთ და არა იმ ფაქტები, რომელიც გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები, მტკიცებულებები ვერ მოყავთ საკმარისი, თუნდაც ევროპელებისათვის. გვაქვს აი ეს გაჟონვის ბიულტენი გაჟონვა, ეს უკვე არის რომ ერთ-ერთი პრინციპი არის და ფარული არჩევნებია და დაერქვა ფარულობა და უკვე ამის საფუძველზე ნამდვილად შეგვიძლია რომ ეს არჩევნები ბათილად ჩაითვალოს. არა გაყალბებულად, მაგრამ გაბათილად. ესეც შეიძლებოდა გაკეთებულ. არაფერი ეს არ გააკეთეს, გავარდნენ ქუჩაში და აიწყეს წივილი, კივილი და ბოლოს მივიღეთ ის რაც მივიღეთ რა. ასე რომ იმის მაგათ რომ შესულიყვნენ და აი ეს ქუჩა შეეტანათ პარლამენტში ისიც ეს საუბარია მოწოდებული. აი სწორედ ასევე სოლიდარობა, ეხლა სოლიდარობა რა არის? სოლიდარობა გულისხმობს თან მოქალაქეების თან სოლიდარობას. აი მაგალითად შეიძლება გეუბნებიან რომ ის ჯუარი, ებრაელია, ის რაღაცა, ის ქოცია, ის ნაცია, ის თვალჩენერად არაზრუნავს, ის არის, მაგრამ აი განცდა რომ ერთ სივრცეში, ერთ ქალაქში, ერთ სახელმწიფოში, ერთ საზოგადოებაში, ერთ ერთობაში ჩვენ მოვხვდით ეს ადამიანები, რაღაცა ფიზიკური კანონებით თუ რაღაცა კანონებით. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა განვისჭოლოთ სოლიდარობით, ურთიერთ პატივისცემით და დახმარებით. აი მაგალითად ძალიან მარტივი რამე, როცა საავადმყოფოს აშენებთ, ხო? აშენებს საავადმყოფოს რა, ქალაქში. და იქ ქირავ ექიმებს.
იგულისხმება, რომ ექიმებმა გაიარეს ჰიპოკრატეს სპიცი. აღარ ნაგადეს ხა ჰიპოკრატეს სპიცი, მაგრამ იგულისხმება ეს ჰიპოკრატეს სპიცი, რომ მტერია თუ მოყარია, ექიმი ვალდებულია, რომ მტერსაც ჩაუტაროს და სიცოცხლე შეუნარჩუნოს და გადაარჩინოს სასამართლო იმას განაჟის. მაგრამ მანამ ექიმი ვალდებულია, რომ ყველას მოემსახუროს ერთნაირად. ის ვერ მოემსახურება ერთნაირად სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ იდეალი ესეთია. ბოლო როდესაც რაღაც ორი წვეთი ენერგია გაქვს, უფრო ყურადღებით შენ და უნებურად გაუკეთებ ოპერაცია შენიანს და არა ყურადღებით და იქ ნაკლებად. ეს უბრალოდ შენი გინდა არ გინდა, მაინც ეგრე გამოგია. მაგრამ იდეალი არის ეს, რომ ყველას უნდა მოესწრო საავადმყოფოს რო აშენებ, იქ მოყავს ესეთი ექიმები და ჩავთვალოთ, რომ ეს ექიმები არიან იდეალური. და ეს იდეალური ექიმთან შემოვიდა, მაგალითად ქოცი დაჭრილი. ქოცის დედა, ნებრელი, სომეხი, ავინე, ვინც გინდა, ევროპელი, ჩინელი, რუსი. ხო, ექიმი ხო ვალდებულია, რომ იმას ამ საავადმყოფოს მიკურნალოს მას, ხო? ამითი რა აქცია ვაკეთებ სოლიდარობის აქცია, როცა მე ესეთ საავადმყოფოს ვაშენებ, მინდა არ მithქვე, ეს სოლიდარობის აქტია. აი დაახლოებით ესეთი ინსტიტუტები უნდა, აი სოლიდარობა გულისხმობს ესეთ ინსტიტუტებს, მაგრამ ეს ინსტიტუტები უნდა შეექმნას, ესე იგი ჩვენ ერთმანეთს უკვე პირდაპირ კი არ ხვდებით, ტანით კი არ ვეჯახებით, მე და აი მას შორის არის გარკვეული რაღაც ინსტიტუტები რა. აი სკვერები, მოედნები, რაღაცა რო აი ჩვენ სადარბაზოები რო მიფსმულები გვაქვს სახლებში რომ დიდვარად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს. ეს სწორედ ნიშნავს, რომ საჯარო საერთო სივრცეს არ ვაქცევთ ყურად. გარდა სწორედ იმ საჯარო სივრცეში ვლინდება ჩვენი სოლიდარობა. ქუჩაზე რო გადადიხარ ისე არ მანქანას რო ანდარ. სოლიდარობა. და ეს სოლიდარობა უნდა კულტივიროს ადამიანმა საკუთარ თავში. ესე ამას მოუწოდოს არენდტი და მამრდაშვილიც რა. და აი ამაში ისინი თანხმდებიან და განსაკუთრებით მუდმივი ფიქრი. ანუ მეორე მამრდაშვილი ამბობს, რომ მიტინგები და ქუჩაში წიურკივილი ეს არის ფიქრის დაზრუნების ნაწილი. ამისკენ მოგიწოდებენ მაგალითად ფედერასტები, მაგრამ ფედერასტებზე მე მაქვს საკუთარი ჩემი შეხედულება, ცოტა ესე გამომდის რა, რომ აი ჩერგო და